ჩვენი შოუ 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 საგამოშვიდობის ზირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ნება მიბოძეთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი წარმოგიდგინოთ ეს გახლავთ დოდონა ნამორაძე დოდონა მოგესალმები როგორ გიკითხოთ ჩემო კარგო კარგად თავად როგორ ბრძანდებით მიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა მადლობა გენაცვალე და შენ სულ ცოტა ხნის წინა ჩამობრძანდი საფრანგეთიდან და მოდი გაგვიზიარე იქაური შტაბ-სტილებები ლიონში და გრენობლში ვიყავი ძალიან მომეწონა იქაურობა ჩემთვის პირველი ვიზიტი იყო საფრანგეთში და მაინც ერთი იუმორისტული მონაკვეთი დამამახსოვრდა და ვინახავდი რომ თქვენთან მომეყოლა ეს ამბავი მზანეთ ახალი ჩასული ვარ ჩემოდნებით ველოდებით ჩეკინს სასტუმროში ბურიტოს მირთვევა გადავწყვიტე და სწრაფი კვებაში რაღაცა უცებ და ხედავ რომ ავიღეთ ერთი ბურიტო, მეორე ბურიტო ძალიან მშიოდა და ორი ავიღე, მაგრამ ერთი მეყო, დამაკმაყოფილა და ის მეორეს აღარ ვჭამე და ვფიქრობ ახლა გადავაგდო და დავინახე უსახლკარო ადამიანი და მე არ მიყვარს საჭმლის ტყუილად გადაგდება, ამიტომ მივედი და თან ვეუბნები ხა ინგლისურად თან რაღაცნაირად რომ არ დამიდია პირი და აი თუ მირთმევ თუ იკადრებთ ჩემს საჭმელს რაღაცა და ამომხედა და ესეთი არაფერი მინდა Merci beaucoup, oh my god! შენახა რომ ანგელოზიო ციდან მოვლენილიო ესაო რა გამიკეთეო შენო დაგლოცაო შვილებითო შვილიშვილებით მომაყოლა რაც იყო და ასე გამომართო და ამომხედა Coca-Cola? დააკოდა ხო იქაურობას აი ძალიან გამეცია რა თქმა უნდა ვუყიდე Coca-Cola ის არ გამიშვია ბატონი როგორც კი ჩამოვედი პირველივე დღეებში მოგეხსენებათ კომპოზიტორი მყავს ბრიტანეთიდან ახალ სიმღერაზე მუშაობს ინგლისურ სიმღერაზე და ჯოში ქვია ამ ბიჩს და რესტორანში წავედით წავიყვანეს ყოველ საღამო დამყავს ხოლმე ხანსად ქართულ მუსიკას ვასმენინებ ვაკეიფებთ ჩვენს ენაზე რო ვთქვათ და ერთი საღამო უკვე მეოთხე დღე ამ კეიფების მიყოლების დღეები და მანქანაში მეკითხება რომ ერთი რაღაც უნდა კითხო რა მერიდებოდა თქვა მაგრამ უკვე აღარ შემიძლია უნდა კითხო რა არის მეთქი ალუბალზე რატო ვღერი ხართ მუდმივად ქართველები რა არის ალუბალზეო რა არის ესეთი შეყვარება რა ალუბალზე მეთქი ფიქრობ რა ალუბალ აიო კაცო სუ ალუბალია თან ინგლისურად საუბრობთ ინგლისურად ალუბალი არის cherry კი ბატონო აიო სუ მღერით cherry me შენი cherry me ჭირიმე მოვესმოთ cherry me სხვათა შორის მე ძალიან პატარა საკიდან 14 წლიდან მაქვს ჩემი შემოსავალი და 17 წლიდან უკვე ვიყავი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ჩემი შემოსავლით ცხოვრობდი დღემდე რა თქმა უნდა მაგრამ მოგეხსენებათ ახლა 4 გოგოს მამას სულ სხვა არის როცა გეგულება მამა რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ მომენტში დაურეკო და ფულის თხოვო რა თქმა უნდა ეს სხვა ფენომენია რომ სჭირდებოდეს სულ სხვა გემოაქვს მე იმ დახარჯულ თანხას ხო და მამა ჩემი და დედა ჩემი ძმაც მოგეხსენებათ არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ იქ მამა არის პროფესორი და ვიყენებ ხოლმე ამ ფაქტს ჩემს სასარგებლოდ საშოპინგოდ როცა დავდივარ ხოლმე მენანება ხოლმე ჩემი შრომით ნაშოვნი ფული ასე რომ ვთქვა აგერ არ არის მამა ხო აგერ არ არის მამა და ისე მოხდა რომ 4 დღე მიყვა ეს შოპინგების დღე და ერთი დღე დავერეკე $100 ჩამირიცხე რა კაი შვილო შენთვის სულ მაქვს ამას მეუბნება ყოველ შენთვის სულ მაქვს მეორე დღე მამა $70 ჩამირიცხე მამა $250 ჩამირიცხე და მეოთხე დღეა რეკა ვაღოთ მოსაკითხად უკვე დავამთავრე შოპინგი ან პასუხობს ცოცხალი დავით არ პასუხობს ვრეკა ერთი 4 გათიშვა და მივწერე რომ მამა არ მინდა ფული ისე გირეკავ მოსაკითხად რას წერს არიცით აბა ფრანკლინი დაიფიცეო $100-აზე ხო ფრანკლინი ხატია და დამაფიცა ფრანკლინი ახლა მოდი გადავიდეთ დოდონა იმ ნაწილზე რომელიც სრული სიახლეა არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ მაყურებლისთვისაც გულისხმობ იმ მაყურებელს რომელსაც ჩვენ ვიწვევთ 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში პრემიერაზე
და პრემიერა მოგეხსენებათ განსაკუთრებული მოვლენა არტისტის ცხოვრებაში და ამასთანაც ისეთ ემატება, რომ ეს არის განსხვავებული ტიპის კონცერტი. მე ვიტყოდი, ეს არის წარმოდგენა, სადაც ქართული ხალხური სიმღერით, ცეკვით, პოეზიით და თხრობით გავაცოცხლებს საქართველოს ისტორიას და კიდევ ერთხელ გაუზიარებთ ჩვენ სულსაყვარლეს მაყურებელს იმ განსაკუთრებულ ნიჭიერებას, რაც ჩვენს წინაპრებს აქვს შექმნილი ჩვენი ტრადიციული ხელოვნებით. და ეს ყველაფერი ვფიქრობ მართლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ძალებია თამოყრილი ამ კონცერტში, იმიტომ რომ მონაწილეობას იღებენ გია ბურჯანაძე, ჯანო იზორია, ნიკო ნანიტაშვილი, ლუკა ჭანიშვილი, შაბან მამედოვი, მაია მამცირაშვილი, ილია გელაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი, გუნდი მძლევარი კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით და შენ შემოძვირფასო, ასე რომ გელით ყველას 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში კონცერტზე, რომელსაც ასე ქვია, არის ასეთი ქვეყანა. ერთი სული მაქვს ველოდები მაგ დღეს, ჩემთვის არის სრული სიახლე ამ ამპლუაში ყოფნა და რა თქმა უნდა, ასეთი პროფესიონალების გვერდით სიმღერა, ჩემი მეგობრების, კოლეგების გვერდით ძალიან მიხარია და მადლობა თქვენ, რომ მაძლევთ ყოველთვის საშუალებას რაღაც ახალი გავაკეთო. მე ვფიქრობ, რომ მართლაც საინტერესო იქნება და განსაკუთრებით ველოდები შენს გამოსვლას. თუმცა აქვე ვეტყვი მაყურებელს, რომ აი ეს არტისტები, რომლებიც ჩამოვთვალეთ, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი პუბლიკა, სრულიად ახლებურად იქნებიან წარმოჩენილი და მე ვფიქრობ, სათქმელის დაგვიგროვდა ძალიან ბევრი და თანაც არაერთი საინტერესო რაკურსია, რომელიც ასევე მომზადებული გვაქვს ჩვენი საყვარელი მაყურებლისთვის. და ძალიან მიხარია, როგორც ჩემთვის არის ეს სიახლე, ასევე რასაც ვაპირებთ, იქნება სრული სიახლე აუდიტორიისთვისაც და ერთი სული მაქვს წარვდგინოთ ხალხს ეს ამბავი. კი ბატონო, ეს ყველაფერი იქნება სულ მალე 23 და 24 მაისს. ყველა დეტალს კონცერტთან დაკავშირებით შეიტყობთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდებზე, ანუ გია ბაღაშვილისა და ჩვენი შოუს Facebook გვერდებზე. ახლა მოდი გადავიდეთ დღევანდელ სათქმელზე, გულისხმობ მუსიკალურ სათქმელს. დღეს რა სიმღერა მოგვიტანე ჩვენ შოუში? დღეს ვიმღერებ სიმღერას ყველაფერი შენით იყო, რომლის კომპოზიტორიც არის ქალბატონი ნანა იამანიძე და ეს სიმღერა შეიყვარა მთელმა საქართველომ ლაშა ღლონტის შესრულებით. ძალიან საინტერესო იქნება დღეს შენეული ვერსიის მოსვენა. აბალჭო. ჩვენს ხიმის გაზაფხულივი სინაზე დაუბრებია დათვალებს ჩვენი სათქმელი გაუმხელია მიყვარხარ როგორც სიცოცხლე აპრილი შენი ფერია შენია მინდა იცოდე რაც მიმღერია Seimo tu darimo, quella peri scenitico, scenitico. Scenit me biscuiri lova, monadrebam tarzaigo, შენზე ფიქრები დამდებენ არ მეშოვებია შენს მოლოდინში რითმები ამღერდებია მიყვარხარ მაინც მიყვარხარ ნახე რა გაზაფხულია ორივეს რომ არ გვასვენებს სიყვარულია Seimo tu darimo, quella peri scenitico, scenitico. Scenit me biscuiri lova, monadrebam tarzaigo, tarzaigo. ურმესი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს სტუმარს დოდონა ნამორაძეს. ჩვენი შემდეგი სტუმარია პროექტ ცეკვამენ ვარსკვლავების ერთ-ერთი
გამორჩეული მონაწილე, ანსამბლ რუსთავის სოლისტი, მოცეკვავე ნიკოლოზ ჩუბინიძე. მოგზავნდი შეგენაცვალე. მოგზავნდი. ნიკოლოზ, მადლობა მოგზავნებისთვის, შეგენაცვალე. გამორჩეულად წარმატებული გამოსვლა ქონდა შენ, იმიტომ რომ ნებისმიერი კონკურსიდან თავარი რამ რჩება მაყურებელს, მსმენელს, ეს არის შთაბეჭდილება, ეს არის შეხედულება და პრინციპში ალბათ არსი ნებისმიერი კონკურსის თუ სატელევიზიო პროექტისა სწორედ ეს არის და მართლაც წინვალი შთაბეჭდილება დატოვე შენს ულამაზეს და უნიჭიერეს მეწყვილესთან ერთად და სული და გულით მოგილოცავ ამ გამორჩეულად წარმატებულ გამოსვლას. აი ხარ. უღრმესი მადლობა. ესეთი წარდგენისთვის, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, როცა ვხედავ ადამიანების ასეთ დიდ სიყვარულს, ვფიქრდები, რომ ამდენ შრომას ფუჭად არ ჩაუვლია ნამდვილად. ჩემი პროექტში შესვლის დღიდან მიზანი იყო ის, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა გონებაში დაშვებული ის, რომ მოხდებოდა ის ეტაპი, რომ მე დავტოვებდი პროექტს. მაგრამ მინდოდა რომ ისე დამეტოვებინა პროექტი, რომ აი ადამიანს ჩემზე ეთქვა, რომ კარგად ცეკვავდა, კარგად წარმოაჩინა თავისი მაქსიმუმი და ალბათ თუ მაყურებლების ოვაციების გამიმშელებთ, ალბათ ეს გამოვიდა და უთუოდ, ცალსახად ყველანაირი მადლობა ჩემს პარტნიორს, რა თქმა უნდა, ნიცაციბაძეს, რომელიც საქართველოში არის მყოფება და მოვიკითხავ აქედან. მეც მოვიკითხავ, ძალიან მინდოდა ყოფილიყო სტუმრად, მაგრამ სამომავლოდ, იმიტომ რომ ობიექტური მადლობა ისევ თქვენ მოწვევისთვის. სანამ უშუალოდ გადავალთ საუბარზე მე თქვენს მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო და ერთ პატარა ისტორიას უკვე გავკადნიერდები და სიამოვნებით. მოკლედ მე სოფელში დავიბადე, გავიზარდე, ჩემი ლამაზი საზანო, ჩემი სოფელი. თერჯოლის რაიონი, ულამაზესი სოფელი. კი, ულამაზესი სოფელია, გეპატიჟები სხვათა შორის. მადლობა შენჭირი. მოკლედ მამა მუშაობდა თბილისში, მე იქ ვიზრდებოდი და ეტაპობრივად სამუშაოს როცა მორჩებოდა, ჩამოდიოდა, შემდეგ ბრუნდებოდა, ჩამოდიოდა. ყოველთვის ნუ ეხა როგორც პატარა ბავშვი რა, როცა მოდიოდა სახლში, სულ ეგრევე ჩანთაში ჩახვდებოდი ხოლმე, აბა რა იქნებოდა იქ კბილეული და რაღაც მანებიურებდა ხოლმე ამ ყველაფრით. ერთი დღეც იყო, ჩამოვიდა თბილისიდან მამა და მეუბნება რომ ნიკალას მეძახის. ნიკოლოზი კი მქვია, მაგრამ ნიკალას მეძახის ესე შინაურად, რომ მე შენთვის საჩუქარი მაქვს და გავგიზდი სიხარულისგან ეხა რა თქმა უნდა, კანფეტები და შოკოლადები სულ იყო, მაგრამ საჩუქარი ეხა უკვე ისე წარმოვიდგინე და სახლში მქონდა ესეთი პატარა ვიდეო მაგნიტოფონი და როდესაც გავხსენი ჩანთა, მამამ ამოიღო კასეტა და ამ კასეტას ზემოდან ეწერა იუმორინა. ნუ ეხა მაშინ არ ვიცოდი ეს რა იყო იუმორინა, მაგრამ გამეხარდა პირველ რიგში რა თქმა უნდა სოფელში იქ უშუქობაც იყო რაღაც, მაგრამ როცა მოვიდოდა შუქი, რომ კასეტას ჩავრთავდი და ვუყურებდი და აი მაქედან გავხდი თქვენი დიდი გულშემატკივარი. ძალიან მომწონს ეს პროექტი და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. ნიკა, შენ აი მართლა უნივერსალიზმი გამოავლინა, იმიტომ რომ იყო იქ ქართულის ტურები, ანუ ქართული ცეკვები, სადაც მართლა წინვალეს გამოხოდით შენ და შენი მეწყვილე და გარდა ამისა, რაც თავარია კაცო, ლათინურ ამერიკული ცეკვები, ნამდვილი პროფესიონალებით გამოდიოდა და რა ვიფიქრე, იცი, ხა შენ ანსამბლ რუსთავის სოლისტი ხარ. ხშირად გიწევთ გასტროლებზე ყოფნა. შესაბამისად, შენ რომ მოხვდები მაგალითად ბრაზილიაში არა მარტო ჩვენი ცეკვებით, ხო? მათივე ცეკვებითაც შეძლებ რომ გააკვირვო. კი, რა თქმა უნდა. უკან არ დავიხებ. ხო და მითხარი, ესე იგი, რამდენად გაგამდიდრა ამ ყველაფერმა შენ როგორც შემსრულებელი და როგორც მოცეკვავე? ძალიან, რა თქმა უნდა. ამ პროექტს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან გავიზარდე. ეს იყო ჩემთვის სრულიად სხვა რაღაც. და რა თქმა უნდა სურვილი იყო ჩემი რომ მაინტერესებდა ყოველთვის ჩემ თავთან ჭიდილში ვარ მაინტერესებს იმ სირთულეს როგორ გადავლახავ და რა თქმა უნდა დამეთანხმებით რომ ყველა სირთულეს გადავლახავ თუ არ გადავლახავთ უკვე შეჭიდება ნიშნავს имас რომ შენ კარიერული თვალსაზრისით რაღაც დონეზე ნელ-ნელა იზრდები და მე ვთვლი რომ ეს ამ პროექტმა ეს მომცა და ძალიან დიდი მადლობა ნოის ულაბერიძეს ვიტყვი იმიტომ რომ მომცა შანსი რა რომ ამ პროექტში ყოფილიყავი აი ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ტრამპლინად იქცა რა ჩემს ცხოვრებაში ეს პროექტი და მადლობა ყველას ამ ყველაფრისთვის. მოდი რადგან რამდენჯერმე ვახსენეთ უკვე ცეკვავენ ვარსკვლავები, ვაჩვენოთ ჩვენი შოუს მაყურებელს ერთი ფრაგმენტი, სადაც ჩვენ მეწყვილესთან ნიცა ციბაძესთან ერთად რაჭულ ცეკვას ასრულებთ.
ნიკოლოს, მე როგორც ვიცი, შენ 4 წლის ასაკიდან ცეკვა, ხო? დიახ, ნამდვილად. ესე იგი, შენ ფაქტობრივად ის ასაკი არ ქონია, როდესაც უფროსები ტაჟს დაუკრავენ და ბავშვები ხელს რო გაშინიან, ხო იცი? ესე იგი, ტაჟს რო დაუკრავდნენ, შენ პირდაპირ პროფესიულად იწყებდი ცეკვას, ხო? კი, ბატონო, კი. ეს კი ეს ეტაპი გავლილი გაქვს და ძალიან სასიხარულოა, რომ შენ არა მხოლოდ ცეკვავ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ მართლაც აი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი ბრძანდები. პარალელურად შენ ასწრებ იმას, რომ პედაგოგიური საქმიანობა გქონდეს ისე აქტიურად გაშლილი ქალაქ გორში. მოდი ეს ამბავი მოვუყევით ჩვენი შოუს მაყურებელს, მithumetes ბევრი სახალისო თემა გაქვს ვიცი ამასთან დაკავშირებით. კი, პარალელურად როგორც აღნიშნეთ, ბავშვებს ვაზიარებ ამ დიდ ხელოვნებას, ქართულ ცეკვას. ქალაქ გორში მოვიკითხავ ჩემს ანსამბლ იმედს. სამ ქალაქ გორში პირველად მოხვდებოდი მარტო აი ეს მაგისტრალიდან რო ვხედავდი გორის ციხეს და ეგ იყო ჩემთვის გორი. ანუ შეხება არც მქონია ხალხთან არანაირად. და პირველად როდესაც მოვხვდი ქალაქში, მე იმერელი ვარ, ყველა კუთხეს თავის კილოკავი აქვს და დამახასიათებელი საუბარი, მაგრამ ის იყო რაღაც სიტყვები, რაც გორში ცოტა ისე მომხვდა რა, უცხო იყო ჩემთვის. გავიხსენებ რამდენიმე ისტორიას, სამ ვიტყვი, მე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის მანძილზე, ისევე როგორც ჩემი მშობლიური საზანო თერჯოლაზე სტაფონი მიჭერდა მხარს, სუსტად იგივენაირად იყო ქალაქი გორი ჩართული და აქედან მოვიფერები ყველა გორელს და გორში მაცხოვრებელ ყველა ადამიანს უღრმესი მადლობა. პირველი რეპეტიციაა ჩემი ქალაქ გორში. მე ცოტა რეპეტიციის მკაცრად წაყვანა მიყვარს რა. და ეს 20 ბიჭი დგას, 20 პატარა გორელი, 5-6 წლისები, პირველი კურსი. და პირველივე ჯერზე არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა რთული ილეთი აუხსენი რა, საბოლოოდ ეგრე დავასკვენ, რომ მათთვის რთული გამოვიდა. და მიდის სამუშაო პროცესი, მოკლედ ესენი წვალობენ, რასაც ქვია, აი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღელამდე ოფლში არიან, აი რო იტყვიან. აი წვალობენ და თან გასაკვირი ის იყო, რომ წრეზე დადიან, მაგრამ აი ეს ხაზი, ეს 20 ბიჭს ხაზი ისე უჭირავს, რომ აი საერთოდ ერთი არ არის გამოწეული რა აქედან, მაგრამ ცალკე გამაკვირვა კიდე. და ესე გამწდნენ, წრეზე დადიან მე შუაში რა თქმა უნდა, აქედან мотиваცია, აბა ბიჭებო, ბოლომდე იბრძოლეთ რაღაც და ვატყობ, რომ უკვე ნელ-ნელა მოთმინების ფიალა ამ გორელებს ევსებათ რა. რაღაცას ველოდები, მაგრამ მაინც წვალობენ. და გამწდნენ, ხაზია გაჭიმული, ესე აი უკნინა რო შეხედავ ერთი კაცი ჩანს. და ერთ-ერთი გორელი ვაშკაცი, 5-6 წლის ბიჭი, აი ესე გადმოიწია და ზუსტად ამ სახით, ამ ჟესტიკულაციით და ინტონაციით მეუბნება. ებე. და მოკლედ, მაშინ ეს ებე ჩემთვის რა იყო? არ ვიცოდი, მაგრამ უკვე რო გავშინაურდი, მივხვდი, ანუ ყველაფერი მითხრა მაგ ებეში. რა გინდა შეოჯახაშენებულო თავი დაგვანებე, რას ვტანჯავ? წადი შეგვეშვი. ამი მოკლედ. ჩაგიტია ერთ სიტყვაში, ერთ ებეში ჩაატია ყველაფერი. ერთი კიდე შემილია გავიხსენო, აი, როდესაც ჩემი მშობელი დედა მივიდოდა სკოლის მასწავლებელთან თუ ცეკვის მასწავლებელთან, ეუბნებოდა, რომ რა შვება ჩემი შვილი მოგყვებათ, ეს ყველამ ვიცით, ხო მოგყვებათ, წარმაცობს თუ არა. ხوار ჩამორჩება. ხო, არ ჩამორჩება. მე მქონია ესეთი შემთხვევა, რომ მშობელი მოსულა და მეუბნება, ნიკა მასწავლებელო, რა შვება ჩემი შვილი, მოგდევთ. მეთქი საგევიკეცი, რომ გამომეგიდოს შეოჯახაშენებ. დიდი სიყვარული თორემ. მოდი ჩემს იმერეთსაც გადავწვდები. კი ბატონო. მარჯანიშვილის თეატრში ბავშვების კონცერტი ჰქონდა. -1 სართულზე ვიყავით დაბლა. და პატარა ადგილი გამოგვიყვეს, რომ აქ თქვენ დაბინავდით ანსამბლი იმედი, ჩვენც რა თქმა უნდა იქ დავბინავდით, ბავშვებს ჩავაცვი ყველაფერი და ველოდებით ჩვენს რიგს, ჩვენს დროს როდის გავვალთ კონცერტზე. ბავშვები თავის უწარიან, მე აქეთ გამოვედი გვერდზე, მობილურში რაღაცებს ვნახულობდი და ამ დროს ზემოდან კიბეზე ჩამოდის 5 მანდილოსანი. და იგრევე მიიქცია ამ მანდილოსნების საუბარმა ჩემი ყურადღება და რატომ ახლა ეს საუბრობენ ესე რომ დედა გოგო სად არის ეს? აი ეს დედა გოგო სად არის ეს მივხვდი რომ ეს იმერლებიან სისხლის აბა რა ეგრევე. მეორე ეუბნება გოგო ხო გითხარი აქ ტყილა ჩამომიყვანე, არ უნდა ჩამოსულიყავით. მოკლედ ასეთი საუბარია და მივხვდი რომ რაღაცას ეძებენ რა. მივედი დახმარება მინდოდა რა თქმა უნდა გამეწია და ქალბატონო მეთქი ვატყობ რომ რაღაცას ეძებთ და ხომ არ შემილია დაგეხმარო. და ერთმა დამორცხებით მითხრა რომ ბოდიში მაგრამ საპირფარეშოს ვეძებთ. მეთქი აქ არა ტყუილად ეძებს საპირფარეშოს ემოთ არის მეთქი და ესე მიყურებს და მეუბნება. მეიცა კაცო სუზევით.
დღემდე ვერ მივხვდი სუზევით სადეძებდა ის სახურავზე ხო არ იქნებოდა. სუზევი. მოკლედ. ესე იგი, ჩემო ნიკოლოზ, ის ქალბატონი რაც გულისხმობდა არ ვიცი, მაგრამ აი სულ ზევით და მაღლა კი მინდა რომ გისურვო შენი პროფესიით, შენი აი მოწოდებით რომ იარო, იმიტომ რომ მართლა ისეთი გულწრფელი და ნაღდი ვაჟკაცი ქართველი კაცი ხარ. შენ სიტყვა პასუხში, ურთიერთობაში და ხო იცი, საზოგადოებას, პუბლიკას, ხალხს არასოდეს ეშლება რომ ზუსტად ამოიცნობს ხოლმე და აი ეს თითბო და სიყვარული მინდა რომ სული და გულით გისურვო რომ გაათმაგებული იყოს და გააცმაგებული იყოს მთელი შენი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე. და ახლა რადგან აქ მყავხარ ვიდეო ფრაგმენტი კი შევთავაზეთ მაყურებელს, მაგრამ საკმაოდ სივრცე კი არის ახლა კასპარ უთქვას და რამე თუნდაც პატარა რომ წავიცეკოთ ისე რომ ცეცხლი რომ აქაც დავანთოთ. დავესწრები რომ დავანთოთ. აბა ხო შეგებსწრები. დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს ნიკოლოზ ჩუბინიძეს, წარმატებები მინდა უსურვო მას. ვაგრძელებთ ანსამბლ რუსთავის თემას და ნება მიბოძეთ სტუდიაში მოვიწვიო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და სოლისტები დავით გველესიანი და გიორგი ქარცივაძე. აუმარჯოს. როგორ ხარ, ჩემო მეგობრებო? დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ახლა როგორც საკუთარ სახში ისე ხართ ჩვენ შოუში. შენთან დავდივარ. ჩემო მიშო, შენგან დავიწყებ. ესე იგი, ვინც ვართ აქ ყველანი, რაღაცნაირად მასშტაბი ანსამბლ რუსთავისა ისეთია, რომ ყველანი პირდაპირ თუ ირიბად გაზრდილი ვართ მის შემოქმედებაზე. და მითხარი, აი, უკვე დღეს ანსამბლის ხელმძღვანელი ხარ. როგორია განცდა გარედან, როდესაც უცქერდი და უსმენდი რუსთავს და როცა უკვე თავად ხარ ამ შემთხვევაში ხელმძღვანელის პოზიციაზე? სწორად აღნიშნეთ მართლა გია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი თაობა განსაკუთრებით გაიზარდა ანსამბლ რუსთავზე. სულ ჩართული იყო ანსამბლი რუსთავი, ჰამლეტ გონაშვილი, რამინ მიქაბერიძე, ვადრი თოიძე, ამირან გოლიაძე, მთელი ეს თაობა, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა მწვერვალზე აიყვანა და როგორც საქართველოში, ასევე მთელ სოფლიოს შეაყვარა. როცა დგება ასეთი მომენტი, როცა შენ აი ასე გიწევს ამ შემთხვევაში გადაიბარო შენი პედაგოგის საქმიანობა, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ აქ უნდა განაგრძო ეს ყველაფერი ისე, როგორც ანსამბლ რუსთავს შეეფერება და კიდე პასუხისმგებლობა არის ასეთი. ნახეთ, როცა მიდიხარ ანსამბლში და შენს გვერდით დათო გველესიანია, რომელიც 40 წელია ანსამბლ რუსთავში მღერის. ცოცხალი მაგალითი, რომელიც ანსამბლის წევრია, მის მიმართაც სამხელა პასუხისმგებლობაა, როცა მე, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი და ასევე ბიჭები, რომლებიც არიან წევრები, ერთად უნდა ვაკეთოთ ეს საქმე. ეს არის დიდი სიხარული და დიდი სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელიც ჩვენმა პედაგოგმა, ბატონმა აზორ ერქომაიშვილმა მოგცა, გვასწავლა და მე დარწმუნებული ვარ და ესეც ეს ასეა, როცა ანსამბლის წევრები ყველანი ერთი მეორეზე ძლიერად ითავისებენ ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ ახლა ბატონი ანზორის გარეშე, მაგრამ ერთად მისი დიდი სიყვარულით ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს. გაიხარე. ჩემო დავით, მართლა 40 წელი გავიდა, კაცო, ასე მგონია გუშინ იყო ეს შენი ამბავი და სულ თლად ახალგაზრდა, თლად ჯეელი ბიჭი მიხვედი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ უსაზღროდ ბედნიერი ადამიანი. უკვე 40 წელი გახდა და უკან რომ მოვიხედავ, იმხელა ისტორია მახსენდება, რომ აი რომელი ერთი ამოარჩიო და მე უკვე აღარ ვიცი და ბედნიერი ვარ, რომ აი მიშო არის ხელმძღვანელი, რომელსაც მე ვხედავ ანზორ ერქომაშვილის ხაზის გამგზელებლად. ხვალ ზეგ შეიძლება ანსამბლიდან წავიდე, მე ხო ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ტოვებ ანსამბლში, რომლებიც არასდროს არ დაუშვებენ თამასას დაბლად და რუსთავი იქნება ყოველთვის რუსთავი. გაიხარე, ჩემო დავით.
თუმცა შენი წასვლა ჯერ ადრეა კაცო. ჯერ შენ საყდენი ხარ ერთ-ერთი გუნდი ასამბლეზე. აი ახალი მოსული ვარ 20-21 წლის ბიჭი ვარ რა მოკლედ და პირველად წავედით გასტროლზე გერმანიაში მაშინ გაყოფილი იყო გერმანია ბონში იყო საბჭოთა კავშირის საელჩო 87 წელია გია და დილას ავდექი ახლა სამღერი გვაქვს მოკლედ იქ მოკლედ მთელი პროგრამა და ასევე გაბატონი ნანია წამოსული და თბილისის ღერი ვარ და მეორე ხმაში მე ვემღერები იქ დილას ავდექი ყელებტკივა ეხლა ვფიქრობ დავაწყო გეგმები რომ შევალ ახლა საელჩოში მოუძებნი საელჩოში ექიმი ხო ეყოლებათ კაცო ახლა და მოუძებნი ექიმს და რაღაცა ან სტრეპტოციტს ან რაღაცას მომცემს ჩავღეჭო ცოტა დამიამოს ყელი რაღაც შევედი თუ არა და მოდის ექიმი თეთრი ხალათით და ვეუნები ექიმო აი რა კარგია რომ გნახეთ ახლა და აი ესეთი მდგომარეობა მაქვს და იქნება რაღაცა საშუალება მომცეთ წამალი რომ ეს რა ამოდით ჩემთანო ესე მენტორული ტონი რო უყვარდათ ხოლმე ეს რუსებს და წამიყვანა და გადმოიღო წითელი ეს აფთიაქები რო არის ისე წამლების ჩასადები და ორი დიდი გია აი ამ ხელა რაღაცა დიდი წამლები ამ ხელა წამლები არ ვიცი ახლა რა იყო და რა არის მეთქი ესა და ეს და მიიღეო მე გეუნებიო ზუსტათო გიშველისო მივიღე ეს ორივე წამალი და 15 წუთში დაიწყო კონცერტი დაიწყო კონცერტი მაგრამ მე ეგეთი ძილქუში ცხოვრებაში არ განემიცდია თუ რამე შეიძლება აი თვალებზე ჩამოგეკიდოს აი ესა და რაღაცა და თვალებს უახელ ძლივს და მამთქნარებს მაგრამ კიდე კაი სიმღერაში არ მეტყობა ეს თქნარება მისტერ პიტკინივითა რა ხო და ვიწვალე რასაც ქვია აი ჩარლი ჩაპლინს რო ელანდება ფილმში ინდაურად ის რა ქვია თავისი მეგობარი აი ესე მელანდებოდა ლუგზარ გელაშვილი ბალიშად რა ხო მეთქი თავი დავადო როგორმე იქნება მართლა გეუნები სერიოზულად როიალის ქვეშ მინდოდა შეძრომა და მეთქი იქნება იქ რაღაცა დავიძინო თქვი ცაცულ უკვე გონზე აღარა ვარ და გაუძელი ბოლომდე ვიმღერე ყველაფერი და ექიმ დავიჭირო მეთქი ერთი რა მომცადა რა დავიჭირე ეს ექიმი და მე ვთქვი რა მომეცი მეთქი ეს რა ვთქვი ესე დამიმართა კინაღამ ჩამეძინა სცენა რა მოგეცი დიმედროლიო მე ჩვენო ესე მკურნალობთ მთელი საელჩო ხო და მე ეს ერთიო და მეორე ესეთი მე ექიმი არა ვარ მე პოვარი ვარო აი ეს კინაღამ დამღუპა პოვარმა რა აი ეგეთი კაი ისტორია. მოდი ახლა გადმოვინაცვლოთ იმ ძველი გასტროლებიდან თანამედროვე რეალობაში, იმიტომ რომ თქვენ აქტიურად გასტროლირებთ ახლა, რაც ძალიან მოსაწონი და მისასალმებელი ამბავია. ინგლისის შემდგომ თქვენ გქონდათ შანხაიში, ჩინეთში გამოსვლა და ჯერეთი მინდა მოგილოცოთ რომ ინგლისის მსგავსად ჩინეთში გამოსვლამა ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა და მართლა მოსალოცი ამბავია და სასიხარულო სული და გულით გისურვებთ კიდევ მრავალ ასეთ გამოსვლას. დიდი მადლობა სხვათა შორის ჩვენ მოგეხსენებათ ხო როგორც ვახსენეთ ბევრი სამოგზაურო ნაწილი გვაქვს და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სადაც ჩავდივართ ადამიანებს რომელსაც ხვდებით ჩვენ უცხოეთში ეს იქნება ჩინეთი, ინგლისი თუ სხვა ქვეყანა ყოველთვის აღნიშნავენ რომ იმედის ტელევიზიაში არსებობს YouTube-ის გადაცემა რომელსაც შენ უძღვები და ძალიან მნიშვნელოვან და ფასეულ ინფორმაციას იღებენ ჩვენი უცხოელი მსმენელები, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ადამიანები, რომლებიც მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერას, ესეთი ჩვენ ვიცით მთელ მსოფლიოში და ამ საშუალებით YouTube-ის გადაცემის საშუალებით ძალიან საჭირო ინფორმაციას იღებს მთელ მსოფლიოში ყველა, ვინც დაკავშირებულია მუსიკასთან და ბევრი მინახავს მე ესეთი და ბევრს ვთქვავს რომ ჩვენ ნახეთ გია ბაღაშვილის გადაცემა და ჩვენ მალე ჩამოვალთ საქართველოში უნდა ვესულოთ სვანეთს, კახეთს, მოვიდეს და ასე შემდეგ. ამიტომ მადლობას გიხდით ეს მნიშვნელოვანია და ეროვნული საქმე. ძალიან სასიხარულოა ჩემს სამის მოსმენა და გარდა ამისა, ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი საერთო საქმიანობა და საერთო შემოქმედება და ერთ-ერთი წამყვანი ძალა ამ შემთხვევაში და ანსამბლი, რომელიც ასრულებს აი ამ სიმღერებს არის სწორედ ანსამბლი რუსთავი, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება დღევანდელ სიმღერას, მითხარი ჩემო მიშო, რომლით დავაგვირგვინებთ დღევანდელ გადაცემას. მოგეხსენებათ, რომ ანსამბლ რუსთავს 1000-ზე მეტი სიმღერა აქვს ჩაწერილი. აქედან ნაწილი გამოცემულია და ჩვენი და პირადად ჩემი ინტერესი და ჩემი დიდი ასე ვთქვათ სურვილი არის ის რომ
სხვადასხვა თაობის დროს შესრულებული სიმღერები აღდგეს ისევ ანსამბლში და ამ თაობამ შეასრულა. ძალიან სწორი მიდგომაა, გეთახვები. ერთ-ერთი სიმღერა არის სვანური, დიდაბი, რომელიც არის გამორჩეული. ამ სიმღერას ასრულებდა სწორედ ის დიდი თაობა და ჩვენ დღეს რუსთავის ახლანდელი თაობა შემოგთავაზებთ სვანურ სიმღერას დიდაბ. დაიხარეთ. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ანსამბლ რუსთავს. ეს არის ჩვენი მშვიდობების ძირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.